მოგესალმებით. ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია აკეთებს განცხადებას. ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი დღეს გეგმავენ ბათუმის ბულვარის გენერალურ გეგმაში შეიტანონ ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ისინი ამბობენ, პრიორიტეტია ბათუმის გენერალური გეგმის, ბულვარის გენერალური გეგმის შესრულება და ამ არგუმენტის ფონზე ბათუმში აყარეს მცირე მეწარმეების საშუალო ბიზნესი ფაქტობრივად დაანგრიეს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბათუმის საკრებულო აპირებს ბულვარის გეგმაში შეიტანოს პირველი ცვლილება დამტკიცების შემდეგ და გეგმაში შეიყვანოს სანრემო. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის, მთავარი რეკომენდაცია ბულვარის გენერალური გეგმის არის ის, რომ სანაპირო ზოლში, ეგრეთ წოდებულ პლაჟზე, მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ არ უნდა იყოს ეგრეთ წოდებული ფუნდამენტური ნაგებობები. დღეს სანრემო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარესტორნო კომპლექსი და ბათუმის საკრებულო აპირებს, რომ გენერალურ გეგმაში შეიყვანოს უკვე სანრემო 67 წლამდე და ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მძიმე ტენდენცია. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ქართული ოცნებისთვის არ არის მნიშვნელოვანი გენერალური გეგმა, არ არის მნიშვნელოვანი ბულვარის ინტერესი გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ბათუმელებმა ამ დოკუმენტში 100,000-ობით ლარი გადავიხადეთ, მაგრამ ქართული ოცნება თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მასთან დაკავშირებულ ადამიანებს ამის საშუალებას მისცემს, ხოლო არ მისცემს საშუალებას იმ ადამიანებს, ვინც ეგ მცირე მეწარმეები იყვნენ. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია და ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართული ოცნებისთვის არ არის მნიშვნელოვანი ბათუმის ბულვარის გენერალური გეგმა, არის მნიშვნელოვანი გავლენების გადანაწილება, რადგან თამაზაშვილი ცინცაძის პლანმა უნდა ჩაანაცვლოს რიჟვაძე ჩიქოვანის პლანი ბათუმის ბულვარში. მადლობა, ვაჟა დარჩია საუბრობდა. ვაჟა, რაზე მიანიშნებს ეს ათობით მცირე მეწარმეს თვითდასაქმებულს დაუნგრიეს ბათუმის ბულვარში ჯიხურები, როგორც უსახური კონსტრუქციები, ასე ამ მოტივით. მაშინ როცა თავად ბათუმის მერიის მიერ იყო ამის დიზაინი შემუშავებული, რას ნიშნავს ის, რომ ესეთ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო? პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ის, რომ დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა თავიდანვე პრობლემებით დამტკიცდა, გვახსოვს ხო ამბასადორის საკითხი, იგივე პორტების საკითხი, თუმცა ეს ცვლილებები დოკუმენტში შევიდა დამტკიცებამდე და შემდეგ დამტკიცდა ამ ფორმით, როგორიც გვაქვს დღეს. თუმცა ეს არის დღეს პირველი ცვლილება გეგმაში რეალურად. თუ ჩვენ შეგვეძლო ამ ცვლილებების გაკეთება ბათუმის საკრებულოს აჭარის მთავრობას ჰქონდა ამის ინტერესი, მაშინ ფულს რატო ვიხდით ამ დოკუმენტში? ხო ჩვენ გადავიხადეთ 100,000-ობით ლარი გადაუხადეთ კომპანია ბაუ დიზაინს, მათ გადმოგცეს გეგმა, როგორი უნდა იყოს პარკის, საზოგადოებრივი სივრცის განვითარების კონცეფცია და ჩვენ ამაში შეგვაქვს ცვლილება, იმიტომ რომ ედნარ პაპუნაიშვილის ბოდიში დასჭირდა ასე. ხო, ეს არის ყველა მიცის ადამიანი დაკავშირებული არის, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებასთან, მათ შორის წლების წინ ფულიც აქვს შეწირული. ჩვენ ვხედავთ, რომ წვენები, სუვენირები, ის ადამიანები, ვინც თავს ირჩენდნენ, ხო, იქ ყოფნით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს რაღაცა ესთეტიურად ლამაზი არ ყოფილიყო, თუმცა მათი გაცემული იყო ეს დგომის საშუალება ნებართვა და ის ადამიანები, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო ყველაფერი. ის ადამიანები დღეს უნდა წუხდნენ იმაზე, ხვალ ბანკი როგორ გადაიხადოს, შვილებს საჭმელი როგორ უნდა გაუკეთონ, მაგრამ თურმე ეს ადამიანი დაარღვევს ბათუმის გენერალურ გეგმას, უბრალოდ კი არ დაარღვევს, კანონში მოაღწევს ქართული ოცნება და ეს დარღვევაც რაღაცნაირად გაუправდა. ეს ცვლილება თქვენ როგორც საკრებულოს წევრს ხომ არ გიჩენთ ეჭვებს კორუფციაზე? ნახეთ, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ბათუმის ბულვარის გენერალური გეგმის აღსრულება, როგორც დღეს ქართული ოცნება საუბრობს, რომ ამიტომ ხდება ეს ყველაფერი ბულვარში, რაც ერთად ხდება, პრიორიტეტი არ არის. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ბათუმის ბულვარში უბრალოდ მიდის გადანაწილების პროცესი, გავლენების გადანაწილების პროცესი. არ შეიძლება ყველაფერი დაიწყოს გრევით, ერთი რაღაცა იმ რეკომენდაციის პარალელში მაინც უნდა იყოს გაკეთებული და გაკეთების მაგივრად ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეკომენდაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პარკის განვითარებისთვის, პირიქით იცვლება და სანრემოს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფუნდამენტური შენობა ბათუმის სანაპირო ზოლში, ეგრეთ წოდებულ პლაჟზე, ვაძლევთ უფლებას, რომ გეგმაში არსებობდეს. ეს არის პირდაპირ შეუთავსებლობა ბათუმის გენერალურ გეგმასთან, ბულვარის გენერალურ გეგმასთან ბოდიში. ამიტომ ეხლა რაზე უნდა ვსაუბრობდეთ? უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ვინც აწყობს, იმას აძლევს ამის საშუალებას, ვინც არ აწყობს და ვინც არ არის მისთვის ასე ვთქვათ
შემწირველი დაკავშირებული მასთან ისინი კი ვიცით რა დღეში არიან დღეს. ვის ეკუთვნის სანრემო და მისი კავშირები ოცნებასთან თქვენ ეს არის აპუნაიშვილი, რომელსაც რა ვიცი, ნახევარ ბათუმში იგივე G17 მისია, ასევე ბულვარში, რომელიც ალბათ სამომავლოდ მოექცევა ბათუმის ბულვარის გენერალურ გეგმაში. ასევე ძალიან ბევრი რამ ეკუთვნის, მათ შორის გავრცელდა ინფორმაცია, ხო? გრიბოედოვის 62-ში რაღაცა წარმოუდგენელი მასშტაბის ფართთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ ესეც მისია. ეს ადამიანი არის დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან, ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის წლების წინ ის იყო ქართული ოცნების შემწირველი ღიად, იმის შემდეგ როგორც ჩანს მიხვდა, რომ მისი სახელით არ შეეწირა ფული და სავარაუდოდ სხვებს აწირინებს, თუმცა რამდენიმე წლის წინ ის აფინანსებდა პირდაპირ ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიას. ასე რომ ეხა ინტერესი აქ არის ერთი. ბატონმა ცინცაძემ და ბატონმა თამაზაშვილმა თავისი რაღაცა პოლიციური წარსული, ეს რაღაცა მთავარი ამბავი რაც არის, ხო, ქართული ოცნების ხაზი, რომ ეს პოლიციური გავლენები გაზარდოს, ხო, ისინი ცდილობენ, რომ თავისი რესურსები, სხვისი გავლენები გამოიტანონ ბულვარიდან და თავისი გავლენები შეიტანონ. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ერთი აგური შენების პროცესში, გაკეთების პროცესში ბათუმის ბულვარში არ გაკეთებულა, მაგრამ მოხდა მთავარი. შეიცვალა ფაქტობრივად ბულვარის განვითარების გეგმა, რომელშიც ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან ბევრი ფული გადავიხადეთ და თუ ჩვენ შეგვეძლო ჩვენ ნებასურვილზე, ჩვენ ჭკუაზე ამ ბათუმის ბულვარის გენერალური გეგმის აჩეხვა, დაჩეხვა, რეკომენდაციების გაცემა, მაშინ ჩვენ რატო ვიხდიდით ფულს და რატო არ მივანდეთ ამის გაკეთება, მაგალითად ბათუმის საკრებულოს მჭარის უმაღლეს საბჭოს ან აჭარის მთავრობას, ხო? ეს არის დოკუმენტი, რომელზეც უნდა იმუშაონ ექსპერტებმა, რომელიც უნდა გააკეთონ ურბანისტებმა, არქიტექტორებმა და იმ პროფესიონალებმა, ვინც ამ საქმის კეთება იციან. დოკუმენტი არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი, სწორი აქცენტებით დასმული, მათ შორის გამწვანებაზეა საუბარი, მათ შორის ფუნქციურ სივრცეებზეა საუბარი, მაგრამ ხედავთ, რომ აგერ ახალ ბულვარში გამწვანება დააბეტონეს და სანრემოს აგერ გენერალურ გეგმაში აქცევენ და შემდეგი G17 იქნება, პირდაპირ დაუანონსებ აგერ თქვენს მაყურებელს აუცილებლად და შემდეგ ყველა ის მნიშვნელოვანი რაღაცა სარესტორნო ბიზნესი, რაც იარსებებს ბათუმის ბულვარში, რა თქმა უნდა, მოექცევა ამ გენერალურ გეგმის ქვეშ. ამის წინაპირობა არის დღევანდელი ბათუმის საკრებულოს განწყობა. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ვაჟა დარჩია, საუბრობდა იმ დაგეგმილ ცვლილებაზე, დღეს ბათუმის საკრებულო აპირებს შეიტანოს ცვლილება ბათუმის ბულვარის გენერალურ გეგმაში და როგორც ვაჟა დარჩიამ თქვა, აპირებენ სანრემო მოაქციონ ბათუმის ბულვარის გეგმაში, ანუ გეგმით გათვალისწინებული და დაშვებული გახდება სანრემოს არსებობა ბათუმის პლაჟზე. თქვენ იცით, ეს არის საკმაოდ ესეთი კაპიტალური ნაგებობა, რასაც როგორც ეძახიან, უშუალოდ ზღვაში ჩადგმული, ზღვის სანაპიროზე პლაჟზე ჩადგმული. თქვენ თუ თვალს ადევნებდით ბოლო დროს ბათუმის ბულვარში განვითარებულ მოვლენებს, მცირე მეწარმეები, სუვენირებით მოვაჭრეები, წვენებით მოვაჭრეები, სხვადასხვა წვრილი მოვაჭრეები, ვისაც კი ჰქონდა ჯიხური, რომელი ჯიხურებით სხვათა შორის შეთანხმებული იყო ბათუმის მერიასთან მათი დიზაინი და ეთყობოდა კიდეც ამ ჯიხურებს, თუ კი მოიძებთ ინტერნეტში ან ბათუმელებზეც დევს ეს ფოტოები, რომ მას დიზაინერს ჰქონდა ნამუშევარი, ანუ ბათუმმა მერიამ შეითანხმა თავის დროზე ეს დიზაინი, იყო განთავსებული გოგებაშვილის ქუჩაზე და ათობით წვრილი მეწარმე იყო დასაქმებული აქ და ამით არჩენდა ოჯახებს და ირჩენდა თავს. ეს ადამიანები საპროტესტო აქციებსაც მართავენ და ითხოვენ, რომ ბათუმის მერიამ მათი სამუშაო გარემო რაიმე ფორმით დააბრუნოს და მიიღონ ისევ ნებართვები, იმიტომ რომ ეს ადამიანები თანხას იხდიდნენ, აუქციონზე გადიოდა და შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ შესაბამისი ნებართვებით მუშაობდნენ აქ. თუმცა ბოლო წელს ბათუმის მერიამ აღარც აუქციონი ჩაატარა და აღარც ნებართვა გასცა ამ თვითდასაქმებულებისათვის, რომ ემუშავათ. და დღეს როგორც უკვე გითხარით, გავიგეთ, რომ ბათუმის ბულვარი
ბულვარის გენგიგმაში შევაცვლილება ყოველ შემთხვევაში ასია დაანონსებული საკრებულო აპირებს ამაზე მსჯელობას და სავარაუდოდ საკმაოდ ხმაურიანი სხდომა იქნება თქვენ საშუალება გექნებათ თვალი ადევნოთ ამ სხდომას ბათუმელების პეიჯზე ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ საკრებულო წინასწარი პროგნოზების გარეშე თუმცა იქიდან გამომდინარე რომ უმრავლესობა არის ქართული ოცნების ამ საკრებულოში და იქიდან გამომდინარე რომ მსგავსი ტიპის ცვლილება დაანონსდა ცვლილების დაშვება დაანონსდა რომ ასეთ რაღაც შეიძლება მოხდეს ადვილი გამოსაცნობია რომ საკრებულო ამას დაამტკიცებს თუმცა ვნახოთ დაველოდოთ რა მოხდება საბოლოოდ დღის მეორე ნახევარში ალბათ გაიყვება ეს იყო ბათუმელების პირდაპირ ეთერი ვინც ბოლოსკენ შემოგვერთით გეტყვით რომ ბათუმის საკრებულო სხდომა გაიმართება დღეს 11 საათზე და ამ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელებენ იმაზე რომ ბათუმის ბულვარის გენგიგმაში შევიდეს ცვლილება და პლაჟზე არსებული კონსტრუქცია სანრემოს სახით გახდეს გენგიგმის ნაწილი ნახოთ რა მოხდება და ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის რომ ბათუმის საკრებულო სხვა საკითხებთან ერთად დღეს იმსჯელებს მემედ აბაშიძის ქუჩაზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ კერძოდ 2026 წლის ბიუჯეტში დაამატებს მემედ აბაშიძის ქუჩას სადაც უნდა განხორციელდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები რომ აგიხსნათ მემედ აბაშიძის ქუჩაზე ეს სამუშაოები უკვე ჩატარებულია საკრებულოს ნებართვის გარეშე საკრებულოს გვერდის ავლით ტენდერის გარეშე ერთპიროვნულად განკარგა ბათუმის მერიამ თანხა, რომელიც თანხა ჯერ ცნობილი არ არის, რა თანხა დაიხარჯა ამ ქუჩის გასაკეთებლად და ბათუმის საკრებულოს წევრის ერთ-ერთი წევრის მამის კომპანიამ შეასრულა სამუშაოები. რატომ გადასცეს საკრებულოს წევრის მამის კომპანიას ეს ქუჩა, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად უცნობია. ვეცდებით რომ ეს კითხვა დაუსვათ დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს და ვკითხოთ მის გარეშე როგორ მოხდა და საკრებულოს გარეშე როგორ მოხდა ის რომ ბათუმის მერიამ საკრებულოს გვერდის ავლით დაიწყო ეს ამ პროექტის განხორციელება თუ კი მივიღებთ პასუხს ამასაც გაეცნობით ბათუმელებზე დიდი მადლობა რომ გვიყურეთ მალე დაგიბრუნდებით